სასიკვდილო განაჩენს მალაიზიაში დაკავებული მეორე ქართველი ბრალდებულიც გადაურჩა. რამდენიმე საათის წინ კუალა-ლუმპურის სასამართლომ ბაბუცა გორდაძეს არა სიკვდილით დასჯა, არამედ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. როგორ მიმდინარეობდა პროცესი და კიდევ რა დეტალებია ცნობილი, დავით ქაშიაშვილი გვერდით პირდაპირ ეთერში. კუალა-ლუმპურში სასამართლო პროცესი თბილისის დროით 5 საათზე დასრულდა. მოსამართლემ სიკვდილით განაჩენი არ გამოიტანა და ის შეცვალა სასჯელით. ბაბუცა გორდაძეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, მას დაკავებიდან 2 წელი მოხდილი აქვს. ასევე მალაიზიური კანონმდებლობით ქალმსჯავრდებულს ყოველ მოხდილ წელზე 4 თვე საპატიო დათვლება. სწორედ ამიტომ რეალურად ბაბუცა გორდაძე მოიხდის 3 წელიწად ნახევარს. მალაიზიის კანონმდებლობის თანახმად მსგავსი კატეგორიის დანაშაულზე უმრავლეს შემთხვევაში და თითქმის ყოველთვის გამოდის სასიკვდილო განაჩენი. ჩვენი მთავრობის ძალისხმევამ, ჩვენი ხელისუფლების ძალისხმევამ, თითოეული ჩვენგანის ძალისხმევამ, კერძოდ დავით საყვარელის ძალისხმევამ, რომელსაც პირადი კონტაქტები ჰქონდა მის მალაიზიელ კოლეგასთან, ასევე სამართლებრივი პროცედურების დაცვა, რასაც ჩვენ მიმყოლოდით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. გარდა ამისა, დიპლომატიურმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და ჩვენ მივახციეთ უპრეცედენტო გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილება არის ის, რომ ბაბუცა გორდაძესაც ავარდეთ სასჯელის ზომა, რასაც ქვია სიკვდილით დასჯა. მოცემულ შემთხვევაში ჩვენ მივახციეთ იმას, რომ სასამართლომ იგიჩნო დამნაშავედ უბრალოდ ფლობისათვის და მიუსაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არის მინიმალური. მალაიზიიდან მიღებულ ვიდეო მასალაში სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ დარბაზიდან ბაბუცა გორდაძე გამოყავთ და ის 2 სიტყვით შემოიფარგლა იქ შეკრებილი ადგილობრივი ჟურნალისტებისთვის და უთხრა, რომ ამ კონკრეტული გადაწყვეტილებით ძალიან ბედნიერია. სასამართლო პროცესი კუალა-ლუმპურში თბილისის დროით დილის 5 საათზე დაიწყო და 3 საათს გაგრძელდა. ქართული მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებისა და ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ მოსამართლემ ბაბუცა გორდაძეს 8 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. გორდაძე მალაიზიური კანონმდებლობით უმაღლეს სასჯელს ჩამოხრჩობას გადაურჩა. ბაბუცა გორდაძის ოჯახის წევრები ბოლო რამდენიმე დღეა მალაიზიიდან ახალი ცნობის მიღებას განსაკუთრებით ელოდებოდნენ. მას შემდეგ, რაც 30 მარტს ცნობილი გახდა, რომ მეორე დაკავებულის დარეჯან კოხტაშვილის სასამართლო პროცესზე სიკვდილით დასჯის განაჩენი არ გამოიტანეს. მოსამართლემ მჟავდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა ციხეში ბაბუცა გორდაძე ამ დროიდან მხოლოდ ნაწილს გაატარებს. 2 წელი მას დაკავებიდან მოხდილი აქვს. ასევე მალაიზიური კანონმდებლობით ყოველ მოხდილ წელზე ქალმჟავდებულს 4 თვე საპატიო დათვლება. ძალიან დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ, მას შემდეგ რაც ვნახეთ როგორ ზრუნავს საქართველოს მთავრობა საკუთარ მოქალაქეებზე. მათ ძალიან დიდი შრომა გასწიეს მჟავრდებულების გადასარჩენად. მადლობელი ვარ ბატონი ირაკლისა და ბატონი გიორგის, რომლებიც ძალიან მეხმარებოდნენ მთელი 12 თვის განმავლობაში ამ საქმის წარმოებაში. ჩვენ საღი გონებით განვიხილავდით პროცესის მსვლელობას და განვიხილავდით ვითარებას, მსჯელობდით თუ რა უნდა გაგვეკეთებინა და როგორ გვემოქმედა იმისათვის, რომ ქალბატონ ბაბუცას დავხმარებოდით. მოხარული ვარ, რომ ჩვენ ეს გამოგვივიდა და განაჩენი დარეჯან კოხტაშვილი და ბაბუცა გორდაძე მალაიზიაში 2010 წლის 24 ოქტომბერს დააკავეს. მათ ნარკოტიკული ნივთიერების ამფეტამინის გადატანის უმძიმესი ბრალდება წაუყენეს. ბაბუცა გორდაძე კუალა-ლუმპურის ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში აიყვანეს. მალაიზიელი სამართალდამცველების მტკიცებით მას 5 კილოგრამ-ნახევარი ამფეტამინი ნომრიდან ამოუღეს. დარეჯან კოხტაშვილი კი იმავე დღეს პენანგის აეროპორტში დააკავეს და მასაც ამდენივე რაოდენობის ამფეტამინი სურათის ჩარჩოებში აღმოუჩინეს. მომხდარიდან რამდენიმე კვირაში ქართულ სამართალდამცველებს ბაბუცა გორდაძის ქმარი ელდარ დავითიანი ჩაბარდა, რომელმაც ნარკოტრაფიკის საქმე აღიარა. ჩვენება სხვა მტკიცებულებებთან ერთად გადაეგზავნა მალაიზიურ მხარეს. მთავარი პროკურორის მოადგილე მალაიზიაში წუხელ გაემგზავრა. სასიკვდილო განაჩენის შეცვლის გარდა ქართულ მხარეს კიდევ ერთი ამოცანა აქვს. კოხტაშვილმა და გორდაძემ სასჯელი საქართველოში მოიხადა. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ჩვენ მოქალაქეებმა შემდგომ უკვე სასჯელი მოიხადონ საქართველოში. მოლაპარაკებებს უმკაცრესი სასჯელის შესაძლებლად ქართული მხარე 2 წლის განმავლობაში სისტემატიურ რეჟიმში ახორციელებდა. საქართველოს ორივე მოქალაქესთან მიმართებაში სასამართლომ უპრეცედენტო გადაწყვეტილება გამოიტანა. მალაიზიის კანონმდებლობაში ნარკოტრაფიკში დამნაშავეებისთვის სიკვდილით დასჯის გაუქმება თითქმის არ ხდება. მოლაპარაკებები მალაიზიაში არ დასრულებულა, მეორე ეტაპზე ქართული მხარე იზრუნებს, რომ ქართველი ქალების ექსტრადირება მოხდეს. მადლობთ, ეს იყო დავით ქაშიაშვილი. კანდის სანაპიროსთან დაკარგული ქართველი